როცა შენ გიყურებ მუცელში პეპლებს ვგრძნობ. ჰა? მუცელში პეპლები? ვინ მოიფიქრა? ძველ ხელოვნებაში პეპელა სულის სიმბოლო იყო. ანტიკურ ეპოქაში სჯეროდათ, რომ სიყვარული არა უბრალოდ გრძნობა, არამედ სულის გარდაქმნა. სწორედ ისეთი, როგორც მუხლუხოდან პეპლად ქცევაა. რენესანსში პეპელას განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. ყიფე, ნანს, დროებით ბედნიერებას ნიშნავდა. ზუსტად იმას, რასაც შეყვარების დასაწყისში უგრძნობთ. ლამას, მაგრამ ძალიან ფაქის. სხვადასხვა კულტურაში პეპელა სიყვარულის მეცნია. ცვლილების, მოლოდინის და იმ მდგომარეობის, როცა ერთი სული გაქვს რაღაც ახალი იგრძნო. სინამდვილეში, როცა გვიყვარდება ტვინი ადრენალინს და დოპამინს გამოყოფს. სხეული სტრესის მსგავს მდგომარეობაში გადადის და სისხლის საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სხვა ორგანოებზე გადანაწილდება. შედეგად მუცელში უცნაურ, ფრთხიალა შეგრძნებას ვგრძნობთ. სხვადასხვა ეპოქაში ამას სხვადასხვანაირად აღწერდნენ. შუა საუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ სიყვარული პირდაპირ მუცელში იბადებოდა. იაპონურ პოეზიაში ეს მუცლი შფოთი იყო. ევროპულ ლიტერატურაში კი მფრინავი არსებების სხეულში. პეპლები მუცელში ჩვენი ემოციური ტრანსფორმაციაა, როცა სიყვარული შიგნიდან გვცლის. აკავი გრძნობებს და აღნიშნე ეს დღე ზუმერთან ერთად.